მეგობრებო, დღეს მინდა ნამდვილი თიანური ხინკლის რეცეპტით წავსდგე თქვენს წინაშე. ხინკალი არის ჩემი საყვარელი კერძი. ეს არის თიანური ხინკალი, რომელიც მზადდება მხოლოდ საქონლის ხორცით. ჩემი აზრით ყველაზე მიახლოებული არის ნამდვილ ხინკალთან. მართალია ცხვრით ამზადდება და მზადდება საქონლით, მაგრამ ჭარბობს ხორცის გემო, მინიმალურად არის შიგთავსი შეზავებული, რა თქმა უნდა, მწვანელი არ აქვს. ცომი არის ხელით მოზელილი და ეს არის ჩემი საყვარელი ხინკალი. ვისაც ჩემი გაკეთებული ეს ხინკალი გაუსინჯავს, ყველა ამბობს, რომ მისი საყვარელი ხინკალი არის აი ეს. რესტორნული ქალაქური ხინკალიც. გემრიელია, მწვანილიანი და ასევე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ბევრად უფრო ფასეული, იმიტომ რომ იქმნება თავიდან ბოლომდე ხელით. რესტორნულ ხინკალში კი ცომსელს აპარატი, ფარში არის გათხელებული წყლით. აქ კი ფარში უმატებს საქონლის ცხიმს იმისათვის, რომ ფარშის წვენი მივიღოთ არა წყლით, არამედ ცხიმით. მიყვარს, როდესაც ხინკალს ჩავკვეჭ და ხორციც იკბიჩება. რესტორნულ ქალაქურ ხინკალში კი ხორცი უფრო რბილია. მოდი დავიწყოთ სადება, მანამდე გეტყვით თბილისში ჩემს სამს საყვარელ ლოკაციას, სადაც ესეთი ხინკალი მზადდება. პირველ ადგილზე დავასახელებდი ამორამეს, მეორე ადგილზე გავიყვანდი ხაშხაშს და მესამე ადგილას გავიყვანდი ლეილას ხინკალს. ხოლო რაც შეეხება ქალაქური რესტორნული ხინკლის სამეული, ჩემთვის არის შემდეგნაირი. პირველ ადგილს მივცემდი 100 ხინკალის ქალაქურ ხინკალს, მეორე ადგილს მივცემდი კლიკეს ხინკალს და მესამე ადგილს მივცემდი ზოდიაქოს ქალაქურ ხინკალს. მომწონს ის ფაქტი, რომ ბევრ ლოკაციაზე დაიწყეს უკვე ისეთი ხინკლის მზადება, როგორცაც მე დღეს გთავაზობთ. მოკლედ, რესტორნულ ქალაქურ ხინკალს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ეს ხინკალი, რაც მე დღეს თქვენ უნდა შემოგთავაზოთ, არის ჩემი აზრით მთავარი ხინკალი. მაშასე დავიწყოთ. ქვილში დავუმატოთ მარილი, დავუმატოთ ცივი წყალი და მოუზილოთ მაგარი ცომი. თავიდან ესეთი მასა არის, შეიძლება გეგონოთ, რომ არ იზილება, რაც შეიძლება მეტი ძალა უნდა დავატანოთ. არ არის მარტივი ამ ცომის მოზელვა. ოდნავ რომ შეიკვრება, განმოვიტანოთ სამუშაო დაფაზე და ხელით კარგად გადავზილოთ. ნელ-ნელა შევავთხოვთ, რომ ცომი ერთიანი ხდება და აი უკვე ესეთ სტრუქტურას რომ მივიღებთ, გავხვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში. ეხლა კი მივხედოთ ხინკლის გულს. აქ მე მაქვს საქონლის რბილი ხორცი 1 კილოგრამი, რომელშიც არის დამატებული საქონლის მუცლის ცხიმი 220 გრამი. ხახვი კარგად გადავკეპოთ, შეგვიძლია დავაჩვაფეროთ კიდეც. მწვანე ციცაკაც დავამატოთ, რომელიც ასევე დავკეპოთ. ციცაკაც დავამატოთ ხინკლის გულს, ასევე დავამატოთ მარილი, ცირა, კვლიავი და წითელი დაგრეჟილი ციცაკა. მე ამჯერად ფარშირებული ხორცი მქონდა, რა თქმა უნდა ხორცს თუ დაკეპავთ, ხინკლისთვის უმჯობესია. წყლის დამატებასთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ძალიან ცოტა წყალი ჭირდება რეალურად ხინკლის გულს, რადგან წვენი აქვს ცხიმის ხარჯზე და არა წყლის ხარჯზე. რესტორანში უმატებენ ძალიან ბევრ წყალს და ამიტომაც ხინკლის გული არის შედარებით რბილი და მეტად შლადი. ესეთ ხინკალს ყვრივი გული ჭირდება, უნდა იკვიჩებოდეს. 1 საათის შემდეგ მაცივრიდან გამოვიღეთ ცომი, თქვენ ნახეთ როგორი შეკრული ცომი გამოვიდა. უნდა გავაბწყელოთ, შემდეგ ამოვჭრათ გუნდები. თითო გუნდა უნდა იყოს დაახლოებით 35 გრამი. ჯერ აი ხელით ეს ერთმანეთს დავადოთ, ვიგრძნოთ და კარგად გავიყვანოთ. შემდეგ გავაბწყელოთ დაახლოებით 12 სანტიმეტრზე. არავითარ შემთხვევაში თხელი არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ არც ძალიან სქელი. მეგობრებო,
მართლა საოცარი ხინკალია ეს, აუცილებლად უნდა სცადოთ. ცომში გულს ვდებ ბარაქიანად, ამით გამოირჩევა ჩემი ხინკალი და ვიწყებთ მოხვევას. მოხვევის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში. თითო ნაოჭი უნდა დავაფიქსიროთ და უნდა ავიყვანოთ ზემოთ. შემდეგ მოუკრავთ თავს, კარგად მოვამრგვალებთ და ჭიბში ჩავაჭერთ. ჩემთვის ხინკლის ჭიბია და არა კუჭი. თუ დააკვირდებით, ჭიბს უფრო გავს ვიდრე კუჭს. კუჭი შეიძლება ვთქვათ შიგნიდან რო შევხედოთ ხინკალს, მაგრამ რასაც ხედავთ ვიზუალს, უფრო ჭიბია ვიდრე კუჭი. ნაოჭებს არასდროს არ ვითვლი, რამდენ ნაოჭიანიც გამოვა, იმდენ ნაოჭიანი იყოს. ნახეთ ხალხო რა სილამაზეა და როგორ იმადის აღმწვრელია. მაპატიეთ, მაგრამ რესტორნული ხინკალი ესე არ მგონია გამოიყურებოდეს. მოხარშოს რაც შეეხება ადუღებულ მარილიან წყალში, ყრით ხინკალს და ვიდრე მეორეც წამოდუხდება, ხის კოზით ფრთხილად ურევთ, რომ არ მიეკროს ერთმანეთს. ადუღებიდან 8 წუთში ხინკალი უკვე მზად არის, ვასხამთ 1 ჭიქა ციუ წყალს და ვიღებთ ლანგარზე. მეგობრებო, ეს არის მსოფლიოში საუკეთესო საჭმელი.